ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში აღმოჩენილი სარკოფაგის პრეზენტაცია მოეწყო. მოწვეულ სტუმრებს უნიკალური ექსპონატის ნახვის საშუალებაც მიეცათ. მეოთხე-მეექვსე საუკუნით დათარიღებული სარკოფაგი სოფელ ოზურგეთში საგაზაფხულო გათხების დროს ადგილობრივმა მოსახლემ ენვერ რამიშვილმა იპოვა და მაშინვე ისტორიულ მუზეუმში ატყობინა. არავინ იცის, ვინ განისვენებდა აღმოჩენილ სარკოფაგში ულამაზესი ქალწულით ღრმად მოხუცებული ბანოვანი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მას განსაკუთრებული ბედი ხვდა, რადგან ათეული საუკუნის შემდეგ მისმა განსასვენებელმა ისევ დღის სინათლე იხილა და ისტორიულ მუზეუმში განთავსდა. პრეზენტაციაზე სამარხის ტიპებსა და დაკრძალვის წესებზეც ისაუბრეს. მის მნიშვნელობაზე, იმ დეტალებზე, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ სარკოფაგის აღმოჩენა, გავაკეთეთ პრეზენტირება დღეს და საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის რა მნიშვნელობის იყო ეს ექსპონატი და ამიტომ გავაკეთეთ ეს პრეზენტაცია. თან გვინდოდა და 2003 წელს ჩამშდარიყო ნამდვილად არ ვართ განებივრებული ასეთი აღმოჩენებით. როგორც სპეციალისტები ახასებენ ახალი წელთაღრიცხვის მეოთხე-მეექვსე საუკუნის ის წარმოადგენს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ოზურგეთი და მისი შემოგარენი ეს იყო ერთ-ერთი უძველესი დასახლება და აქ ცხოვრობდნენ ადამიანები, შემორჩენილია მათი ყოფა-ცხოვრების სამსახურის სხვადასხვა ნივთები და რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმის აუცილებლობაზე, რომ გურია მთლიანად და კერძოდ ოზურგეთის ტერიტორია უნდა იქნას უფრო საფუძვლიანად შესწავლილი არქეოლოგების მიერ, ისტორიკოსების მიერ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა საგამოფენო დარბაზში გადაინაცვლეს ახალი უნიკალური ექსპონატის სანახავად.